გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩვენი გუნდის წევრი ორისეც ხაძაძე და მასთან ერთად სხვა სიდისის პატიმრები კვლავ საპატიმროში არიან ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ ტრადიციულად მინდა სოლიდარობა გამოუცხადო მათ და მალე გათავისუფლება ვუსურვო ყველას. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. ვიწყებ ცენტრალური თემით პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თხოვენ 9 წლის განმავლობაში საპრეზიდენტო ფონდიდან დახარჯული $9 მილიონი დაბრუნებას. ამის გამო მას შეიძლება ჩამოართვან სახლი და მიწა კახეთში, რომელზეც გაშენებულია ვენახები. იცით რომელი ვენახია ეს? აი იმ ვენახზე ლაპარაკობენ მათიკაშვილის მამასთან ერთად რომ ქეიფობდა. აი ის ვენახია, მაგას არ თვევენ. ეს ამბავი რომ გაიგეს, იუშენკომ გადმორიცხა უკვე საპნის და ჩუსტების ფული. ჰილარი კლინტონმა გადმორიცხა რედბულის თანხები, პოლონეთმა კაჩინსკის ვენოკის ფული, ხოლო ტრამპმა ჯერ ომი მაქვსო. და რომ მოვრჩებიო, ჩავხედაო ბათუმის რესტორნის ხარჯებსო და რაც ჭამეო, იმისას გადმოვრიცხავ მეო. მაინც ბიზნესმენია თვალის თვლა უყვარს მაგას და ნუ ეს იცის თავისებურად ხო იცი. პროკურატურა და სასამართლო უკვე პირდაპირ ფულის შეწერაზეა გადასული, ანუ სასამართლოს ბიძინასთვის ფულის ამომღებ ძველ ბიჭურ დაწესებულებად გადაკეთდა. ცოტა ხანში შეიძლება დაგვიწესონ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დროს ცხოვრების საკომისიო. ანუ იმ 9 წელში რომ ცხოვრობდით, იმისი საკომისიო გადასახდით, მაგალითად 1000 ლარი. უნდა გადავიყავდოთ სიტყვაზე ყოველ წელს. ისე სააკაშვილის ვენახებს ვინც იყიდის, იმას მინდა ერთი რჩევა უთხრა, აუცილებლად უნდა ჩამოასხა ღვინო და ასეთი რეკლამა უნდა გაუკეთო. სისხლიანი 9 წლის ფერი საფერავი მიშას ვენახებიდან. ესეთი კარგი იქნება, ვინც შეიძეს. ასია რო არიგებდა ფონდიდან ამ საჩუქრებს, აბა რა ეგონა, აგერ მე-6 პრეზიდენტი, აბა ყველაფერს გააზრებულად და მიზანმიმართულად აკეთებს, ჩვეულებრივად. რამდენიმე დღის წინ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა ღირსების ორდენებით. მოდით ნახოთ მოკლე ვიდეო, ძალიან კარგი ვიდეოა. მისალმები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ფიგურული ცურაობის პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს. ფიგურული ცურაობა, ძვირფასო მეგობრებო, წარმოვიდგინოთ რანაირი სპორტია, არ ვიცი. ნუ ფიგურული, ჩემი აზრით ქვეყანაში გასავითარებელია სხვა სპორტის სახეობებიც. მხატვრული ჭიდაობა, წყალქვეშა კალათბურთი, 100 მეტრზე ფეხბურთი დაბრკოლებების გადალახვით. წყალში ჯდომა, ტალახის ჰოკეი, რა ვიცი, მაინც ბევრნაირი სპორტი შეიძლება განვითარდეს. მაინც რას ნიშნავს ცხენბურთელი პრეზიდენტი რო ყავს. ნუ სპორტის ყველა სახეობაში ერკვევა. მე მეგონა სპორტში მაინც ერკვეოდა ძვირფასო მეგობრებო. ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ რადგან სპორტსმენი შეიძლება სპორტში ერკვევა, მაგრამ თურმე სადავართ. ეს მარტო ჰაბიტუსის გამო არის არჩეული, ანუ სპორტი მოცილდა. სინდისის პატიმრებს შევეხეთ, პოლიტპატიმარს შევეხეთ. მოდი ოცნების პატიმრებზეც მინდა გითხრათ 2-3 სიტყვა. ვნახოთ დამატებითი რა ამბავი გავრცელდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ჯუო ბურჭულაძის შესახებ. ვნახოთ. ჯუანშერ ბურჭულაძეს აზარტული თამაშებიდან 800,000 ლარზე მეტი აქვს მიღებული ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი თავდაცვის მინისტრი ყავდა, რომელიც ჯარის გაძლიერებაზე მეტად უფრო ელოდებოდა 3 მარწყვი როდის დაჯდებოდა სლოტებში. აი უნიკალური თავდაცვის მინისტრი ყოლია, ესეთი თავდაცვის მინისტრი საქართველოს არ ყოლია. აი ყველაფრიდან ფულს აკეთებდა ძვირფასო მეგობრებო. ყველაფრიდან, აი თავდაცვიდან, ტენდერებიდან, ატკატებიდან, კაზინოდან. მე მგონი რო დადიოდა ის ბოტასები ეცვა სიარულისას ფულს რო წერს. ეგეც ეცვა და ისედაც საღამოობით კიდე მე მგონი სამხედრო მანქანით ტაქსაობდა, რა ვიცი. ესე იგი, წუთი არ გაუცდენია ძვირფასო მეგობრებო თანამდებობა. წუთი გააწურინა ბოლომდე. გააწურინა.
მინდა ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ, ქართულ ოცნებაში კვლავ გრძელდება კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა. ნახოთ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა. ხულოს მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სუსის გამოძიებაზე და ბრალი წარდგენილი მაქვსო. გულგრილობის მუხლითო, მაგრამ მე ხვალ მაინც მივდივარ სამსახურში. ჯერ დაკავებული არ ვარ და თუ დამიჭირესო დისტანციურად ვიქნები 1-9 წელი მე. მინდა საერთაშორისო პოლიტიკასაც შევეხო. რამდენიმე სიტყვით ძვირფასო მეგობრებო და როგორც იცით, ირანის სულიერ ლიდერად აირჩიეს ხამენეის შვილი მოჯთაბა ხამენეი. ქართულმა ოცნებამ არცაც ხელა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე მისალოცი წერილი გაუგზავნეს სასწრაფო წერილით ახალ ლიდერს. მისალო წერილში თან ის ფოტოც დაურთო ირანში ყოფნისას რომ გადაიღო და მიაწერა ამ ფოტოში ცოცხალი რომელიც არის მე ვარ. ესე გაახსენა თავი რა. თბილისში რამდენიმე დღის წინ მოეწყო ხამენეის მხარდაჭერთა აქცია, დაახლოებით 200-300 კაცი შეიკრიბა და ყვიროდნენ ხამენეი მზად ვართ შენი ბრძანებების შესასრულებლადო. ამაზე ქვეყნის უსაფრთხოებას საერთოდ არ ჰქონია არანაირი რეაქცია, იმიტომ რომ ესენი შემაღლებულზე იდგნენ და არ იდგნენ ტროტუარზე. თორე აბა ტროტუარზე მდგარიყვნენ. სახელმწიფოს რეაქცია იქნებოდა უმკაცრესი. ყველას ჩიხეში ჩაყრიდნენ. ერთი სიტყვით ვინმე ტერორისტული აქტიც რომ დაგეგმოს, ყველაფერს გავატარეთ. თავარია ბორდიულზე დგომისკენ ფეხი არ წაგიცდეთ, თორე სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და ტროტუარზე რა თქმა უნდა. როგორც გაირკვა, საქართველოში მოქმედებს ირანული არაოფიციალური უნივერსიტეტები თურმე, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს გუბას სანიკიძემ და თინა ხიდაშელმა და სუსმა დაიწყო ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვები. ხალხმა კითხვა დასუქა, სუსმა რატომ არ იცოდა საქართველოში რომ ირანული სასწავლებლები იყო და სადაც შეიძლება მართლა ტერორიზმთან კავშირიც კი დადასტურდეს, რა ვიცი, არაფერი არ ვიცით და სუსმა რატო არ იცოდა ხალხო, სუსმა რამდენი რამე აკეთოს გამაგებინეთ. არიცით რითია დაკავებული სუსი. ის კვერცხი რო 3 თეთრით გაიაფთა. ხო კარგად მიირთმევთ ყოველდილით ომლეტს. ვინ გაიაფა? სუსმა არ გაიაფა. ხო და ეგ სასწავლებელი კიდე რასუსის საქმეა. უნივერსიტეტი თუ არის არკვევს განათლების სამინისტრომ. რასუსის საქმეა. მინდა შევეხო სამთავრობო მედიების სანქციების თემას. როგორც იცით, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია იმედი და პოსტები. რამდენიმე დღის წინ დამატებით დიდმა ბრიტანეთის მთავრობამ კიდევ ერთი გაფრთხილება გამოაქვეყნა. ეს გაფრთხილება უკვე ეხება კომპანიებს, იურიდიულ პირებს, ვინც ითანამშრომლებს იმედთან, რომ მეორადი სანქციები ემუქრებათო მათო. მე ვუსმინე ამ განცხადებას და სრული ტექსტი იყო ასეთი: თუ ითანამშრომლებთ იმედთან, გემუქრებათ სანქციები და სხვასთან თანამშრომლობისას, მაგალითად ვანო შოუსთან, არანაირი სანქცია არ გემუქრებათ. სიტყვა სიტყვით აი ასე ეწევ. ესე იგი, ბიზნესი, რომელიც ფულს იმედში მიიტანს, ყველა დასანქცირდებაო ბრიტანეთი გვეუბნება. მე არ ვიცი ეს ამბავი, რომელ ბიზნესმენს ეამა, მაგრამ არ ამგონია რეკლამის განთავსებას ჰქონდეს არქი კი არა აზრი, ბოდიში. ხო, აი არ ამგონია არქი აზრი ჰქონდეს. მე სხვათა შორის არ მოგატყუეთ, სალკე ბრიტანეთის ელჩმა დამირეკა ვანო, ეხლა პირდაპირ მითხრა, ეხლა არის ახლა დასამალი. ვანო, ეს კომპანიები რომ არ დავასანქციროთო იმედზე რეკლამის გამო, დროებითო შენთანო გადაიყვანეო. აი ესე მითხრა, ეხლა მე მაგის თავი მაქვს ახლა. ეგ მინდოდა, ეხლა დადექი ახლა და აცხადე, ვანო შოუს სპონსორია ეს, გადაცემის პარტნიორია ეს. აი რავი, მაგრამ რას ვიზამთ ახლა? დიდ ბრიტანეთს უარს ხო ვერ ვეთქვი, თორე აი ჭირივით მეზარება. ჭირივით. ერთი სიტყვით ორ ცეცხლს შუაა დღეს ბიზნესი, აქ მოიტანო რეკლამა ვაია, იმედზე მიიტანო რეკლამა ვუია. მაგრამ მე მაინც ვაის გირჩევთ, იმიტომ რომ ვუი და თანაც ბრიტანული ვუი ტრისას, აი ვუი.
ბრიტანეთის სანქციების და მუქარის მე ვფიქრობ საერთოდ არ ეშინიათ ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ მათ საკადრისი პასუხი გასცა ირაკლის ზარქუამ. ვნახოთ ირაკლის განცხადება, მისი ჯერით დადგას, შენთან სულ არის მისი ჯერი. ბრიტანელ ლორდებს ქვეყანა თავზე დაექცათ. საღოლ, მაგრად უთხარი. Эй, вы британцы! Вы знаете, кто он такой? Орел пустыни! Тигр Монако! Красотуля! არ ვიცი რუსულად რატომ მივმართე ბრიტანელებს, უბრალოდ ასე უფრო კარგად ჟღერდა ძვირფასო მეგობრებო. ეგ რა არის ირაკლი ბრიტანელ ლორდებს ვინ დაეძებს, მონაკოს თვითონ მონაკოს ნამდვილი პრინცი ყოფილა დაღონებული და განადგურებული, შენ რომ აღარ ჩამოდიხარ, სრული მოწყენილობა არისო ჩვენთანო. ის თუხთუხი აღარ არის, რაც შენ დროს იყო, ჯერ მარტო ქალს რომ ხელს გადახვევდი და ჩაივლიდი გულზე გადაღეღილი თეთრი პერანგითო. შენობებიც კი რთოდენ სიამოვნებისგანო. თან თუ ვინმე კრასატულია იყო, ყველას შენი წყურვილი კლავდაო ირაკლიო რა. აი ეგ არის რა ვქნათ. ქართულმა ოცნებამ რომ გერმანიის ელჩი განსაკუთრებულად ამოიჩემა, ეგ ალბათ იცით, ნახოთ როგორ მოიხსენია ირაკლი კირცხალი არ არსებობს ესეთი ადამიანი, ვერ დაიმახსოვრებთ ვერასოდეს, მაგრამ მე შევეცდები ხოლმე რომ აი ესე სახელი და გვარი მაინც დაიმახსოვრე. სახეზე ნუ ყველანა ერთ რაღაც გვანან ერთმანეთს, მაგრამ ვერ ამოიცნობთ ერთ სიტყვით. ნახოთ, აბა ირაკლი კირცხალი რას ამბობს. მაღალი სტატუსის მქონე დიპლომატია ეს კაცი. გერმანიის ელჩმა პირდაპირ მნიშვნელობით თავზე დაიხია ვენის კონვენცია. ირაკლი ასე ჯობდა, გერმანიის ელჩმა პირდაპირ მნიშვნელობით თავზე კატლეტის ჩეკივით დაიხია ჟენევის კონვენცია. მიდი რა ბალემ ბოლომდე უთხარით რა სათქმელი, რა სელოლიავებით. გერმანიის ელჩს აშკარად გამორჩეულად ერჩიან, უკვე ისე პირდაპირ გამოხატავენ აგრესიას, რომ შეიძლება მალე ვინმეს მობილური დაარეკინონ და აგინებინონ, ხო? მერე შეიძლება ნიღბიანები დაახვედროს საელჩოს შესასვლელთან და აი მერე ნახოს როგორია მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ნამდვილი ევროპული მეთოდი. ევროპული მეთოდი. მოკლედ ქართულმა ოცნებამ გადაინტერა ყველა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო პოლიტიკაში მოიკოჭლებს. ქვეყნის შიგნითაც ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა. ალბათ გაინტერესებთ ძვირფასო მეგობრებო, ხალხი როგორ უძლებს ამ ყველაფერს. რატომ არ ხდება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში? რატომ არ ხდება მაგალითად ამ ქვეყანაში რევოლუცია? ამ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა. არის ასეთი დეპუტატი, ესეთია ცოტა ისეთი. ნახოთ მისი განცხადება. რევოლუცია რატომ ვერ ხდება? იმიტომ რომ რევოლუციისთვის არ სალია ხალხს. საქმე აქვს. ხალხს არ სალია, საქმე აქვსო. რევოლუციას არ სალია. ანუ ხალხს არ სალია და საქმეს, ანუ ჩვენ კი ვართ ჩამოსაგდებები და დასამხობები მთავრობა, მაგრამ ხალხს არ სალიაო, არ სალიაო. ჩვენ ხوار ჩამოვიგდებ ჩვენივე თავსო. ასე ალალად აგვიხსნა კაცმა რა. ისე მართლა დაკავებულია ეს ხალხი, რომ ვაკვირდები, ხალხმა ვერადა ვერ მოიცალა რევოლუციისთვის. აი დღეს ხვალ. გავიდა ეხლა ამდენი წელი და დღეს ხვალ. თან როგორი არის ამ რევოლუციისთვის ერთ თუ სალია, მეორე ადამიანს არ სალია. მესამეს თუ სალია, მეოთხეს არ სალია. და ასე 1-200,000 კაცმა ერთი დღე ვერ დაამთხვიეს, რომ მოუყარონ ამ აქციას თავი. თორე რავი, ზოგმა ბავშვი მყავს გამოსაყვანი თქვენ დაამხეთ და მოვალო და რავი, აი ხო ხდებით რა, ვერ მოვიცალეთ, ერთი სიტყვით ვერ მოვიცალეთ ამას. მონოლოგის ბოლოს საინტერესო თემა შემოვინახეთ წინა გადაცემაში, გავაკეთეთ ერთი ნომერი, ვასო ფხაკაძის მონაწილეობით, უცნობის კიდობანი, ესე დავარქვით. ამ ნომერს გამოეხმაურა და საკუთარი შეფასება გააკეთა თავად უცნობმა. მოდით ვნახოთ მისი ვიდეო, უნიკალურია. და გავუშვეთ ის ერთი ის რო არის კომედი შოუ ხო აქვს ამათ ერთი ძალიან მაგარი გადაცემა და ერთი ყავთ ერთი ყველაზე უნიჭო მოკლედ აი ვასია ფხაკუნა რა რო აფხაკუნებს მარტო ებაბებს და რო ფხაკუნობს მეტი რო არაფერი არ შეხა ის მოკლედ ამ კომედიშიც მინდა და აი დაწყენი ვარ თქვენზე რა რაღაც ხამაინც იმას ქნას რაღაც გააკეთეს ჩემი ისა რა ქვია იმას რა პაროდია რა. ყველაზე უნიჭო კაცი რატო აკეთებინებ ჩემ პაროდიას. გამაგებინებს რა. ეს კონკრეტულად ეს ვასა.
ეს ორი ტიპი არის ყველაზე ისა, რა ქვია, ბანძი ტიპი იუმორით მაგ გადაცემაში. მაინდა-მაინც ესენი ამორჩიეს და ნაწყებია. ესე იგი ვასო ფხაკაძე არის უნიჭო და კიდე ის მეორე ბიძინას პაროდიას რო აკეთებს. აი ამას ქვია შემოვლითი გზით მლიქვნელობა, ძვირფასო მეგობრებო, აი რა შუაში იყო ახლა აქ ბიძინას პაროდიის. მაგდომერში ბიძინას საერთოდ არ მონაწილეობდა. მაგრამ ამით ბიძინას ასიამოვნა. არ ვიცი უცნობი რამდენად ნიჭიერი მსახიობია, მაგრამ რაშიც არის ნიჭიერი, აშკარად ჩანს აი ამ ვიდეოდან ძვირფასო მეგობრებო. ისე ადამიანს რომელიც რობერტ დე-ნიროს იწუნებს, როგორც მსახიობს, იმას რომ ხა ვასო ფხაკაძეს არ მოეწონოს და მისი ნიჭი დაიწუნოს, ახლა ამაში გასაკური არც არაფერია ძვირფასო მეგობრებო. საერთოდ რა უცნაურია ნიჭიერებაზე გვესაუბრება ადამიანი, რომელიც მთელი წლები თავის სამაკორდიანი სიმღერებით წამლავს მოსახლეობას. აჩუ ცხენოთი დაასრებოვნა, აფხელა მუსიკალური კულტურის მქონე ქვეყანა. მე პირადად ძალიან მიხარია ეს პაროდია, რომ არ მოეწონა უცნობს. ამიტომ მომავალში ბატონო უცნობა ისეც გავაკეთებთ, რომ უფრო არ მოგეწონოს. მერე კიდე ისეც გავაკეთებთ, რომ კიდე უფრო არ მოგეწონოს. და ისეც გავაკეთებთ, რომ ისე არ მოგეწონოს, რომ წყობილებიდან გამოხვიდე და სიმწრისგან დალეწო იქ ყველაფერი. მერე ისეც გავაკეთებთ, რომ თავის გადაცემაში გამოსulis, რომ ცხვროდეს და ბოლოს რომ პირდაპირ დახულო ეს გადაცემა, ისეც გავაკეთებთ. ისე არ მოგეწონება ეს გადაცემა, ისეც გავაკეთებთ, ისე გაგამწარებთ და დაგახურიებთ მაგ გადაცემას. რა ვქნათ ძვირფასო მეგობრო, ჩვენი მეთოდებით ვერ ვბძვით რუსულ პროპაგანდას, სხვა გზა რა გვაქვს. აბი აქედან მევწვით სხვანაირად რომ ესე ვართ მოწყობილები. მაგრამ იცოდეთ ქვეყანას არ აგარევინებთ. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი უნიჭო მონოლოგი. იმედია ჩემ შოუს მალე მუსიკალურად გააფორმებს ბენდის უნიჭო თამარ ლეკვეიშვილი. ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.